მოგესალმებით. დღეს შემოგთავაზებთ პატარა ვიდეოს, სადაც შევძლებთ რომ შევქმნათ პატარა ქერაქტერი ორი და თამაშისთვის, რომელსაც იქნება რაღაც გარკვეული ანიმაცია, ექნება running-ის ანიმაცია, ასევე აღტომის ანიმაცია, ვისწავლით როგორ უნდა დავაკავშიროთ animation player-ი GDScript-თან და ამის დახმარებით ავამუშავოთ ეს ჩვენი ქერაქტერი. Demo პროექტი ასე გამოიყურება, ამისათვის დაგჭირდებათ რამდენიმე ასეთი, რომელიც description-შია და itch.io-დან შეგიძლიათ უფასოდ გადმოწეროთ. მოკლედ, დასაწყისისთვის შეგვიძლია რომ შევქმნათ ცალკე რაღაც ახალი პროექტი, რომელსაც მე ამ შემთხვევაში simple character 2D დავაწერე, რომელიც პირველი ნაწილი იქნება, რადგანაც პირველად ჯერ ცოტა გამარტივებულ ვარიანტს გავაკეთებ და ამის შემდეგ გადავალთ უკვე ცოტა რთულ ვარიანტზე, რომელიც უკვე ბევრ ანიმაციას მოიცავს, როგორც არის დარტყმების ანიმაცია და ასე შემდეგ. თუ დავუკვირდებით ამ ჩვენს ფაილს, გვაქვს ორი ცალი sprite-ის ფაილი, without outline და with outline, თქვენ რომელიც გინდათ ის გამოიყენეთ. ეს თქვენზე არის დამოკიდებული აბსოლუტურად. აქ ჩამონათვალში გვაქვს საკმაოდ ბევრი ანიმაცია, მაგალითად გვაქვს ეთეკ 1-ის ანიმაცია, ეთეკ 2-ის ანიმაცია, რაღაცა hurt-ის ანიმაცია, defend გვაქვს, run-ის ანიმაცია გვაქვს, ასევე walk-ის, jump-ის, idle ანიმაცია. ჩვენ ამ შემთხვევაში გამოვიყენებთ სულ რამდენიმეს, ეს იქნება idle ანიმაცია, რომელიც არის მოსვენებითი მდგომარეობაში მყოფი, ასევე jump-ის ანიმაციას გამოვიყენებთ, ასევე გამოვიყენებთ run-ის ანიმაციას. ეს იქნება პირველი ნაწილისათვის, ხოლო უკვე შემდგომ მეორე ნაწილში იქნება სხვა დანარჩენი ანიმაციები. მოდი ახლა ამ ყველაფერს მე წავშლი. დასაწყისისთვის მოდი შევქმნი მთავარ სცენას, რომელსაც playground დავაწერ. ეს node2D იქნება. Playground. აქ მოდი შევქმნი static body-ს. შეგახსენებთ, რომ static body არის მყარი სხეული, ამ შემთხვევაში ეს ჩვენი პლატფორმა უნდა იყოს და ამისათვის ვქმნი, მოდი ამას პლატფორმას დავაწერ. Platform. ასევე Ctrl+A-ი ვაკეთებ ამ ყველაფერს. შორტკატები გამოვიყენოთ ხოლმე ყოველთვის მნიშვნელოვანია. გვჭირდება ჩვენ sprite 2D და ასევე დაგვჭირდება collision shape. მეორენაირად შეგვიძლია უბრალოდ პლუს დავაწვეთ და აი აქედან დავამატოთ ამას კიდევ ერთხელ გავიმეორებ. კარგი, sprite 2D-ისთვის რაღაცა ტექსტურა დაგვჭირდება და მოდი ამას Godot-ის icon-ს გამოვიყენებ. აქ დაბლად ჩამოვიყვან და მოდი აქ თლიანი იმაზე გავწელავ. Collision shape-საც იგივეს გავუკეთებ. მექნება rectangle shape-ი და მოდი შევეცდები რომ ასე თუ ისე დავამტყვი ხა მაინც დიდი მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ხო სატესტო არის მაინც და სატესტოსთვის ეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. Collision shape შევეცადოთ რომ მაქსიმალურად ემთხვეოდეს. ამას თუ ოდნავ აცენა იქნება, ამაზე პრობლემა ნამდვილად არ არის. კარგი, მოდი Ctrl+S დავაწვევი, დავასეივებ ამას, ამის გარეთ თუ იქნება პრობლემა არ არის. ეხლა ჩვენ შეგვიძლია უკვე შევქმნათ player-ი. მოდი დავაწვეთ პლუს რომ ახალი სცენა შევქმნათ. Character-ის შესაქმნელად არსებობს character body 2D. შეგვიძლია შევქმნათ ამ character body-ს მოდი მე დავაწერ players. აქაც მოდი მე შევქმნი ახალ folders, რომელიც იქნება player-ი. მოდი ამ ჩემ player-ს დავასეივებ და ამ player-ში ჩავაგდებ. კარგი. Character body-ისთვის მე დამჭირდება sprite 2D. ასევე დამჭირდება რომ შევქმნა collision shape-ი, ასევე დამჭირდება animation player-ი ანიმაციებისთვის. კარგი. დავიწყოთ მოდი sprite 2D-დან. პირველი ანიმაცია, რომელიც მინდა გავაკეთო, პირველი ანიმაცია, რომელიც მინდა გავაკეთო, ეს არის idle ანიმაცია. Sprite 2D მაქვს მონიშნული, მოდი წამოვიდებ ამ idle ანიმაციას და ჩავაგდებ აქ. აი თუ შევხედავთ, აი ასე გამოიყურება საბოლოო ჯამში. ეხლა მოდი დავთვალოთ რამდენი ფრეიმი გვაქვს აქ. 1 2 3 4 5 6 7 ცალი ფრეიმი გვაქვს. ჩამოვშლი ამ animations და H frame, ჰორიზონტალური ფრეიმი 7 იყო მგონი. 7 იყო, აქ 1 არის და 1 ჩვეულებრივად დავტოვებ. მოდი ამას ცოტა ზემოთ ავიტან და ის წითელი ხაზი, რომელიც არის X ღერძის ხაზი, აი მაგაზე დავადგავ ზუსტად აქ და ამასაც გავაშუალებ აი ამ შუაში გავაკეთებ აი ამ პატარა markers. კარგი, როგორც შევატყეთ, ცოტა ცუდი ხარისხი აქვს, ეს ყველაფერი, წინა ლექციებიდან უკვე გავიგეთ, შეგვიძლია რომ project-დან შევიდეთ, project settings-ში, შეგვიძლია texture-ში გადავიდეთ და linear nearest გადავაკეთოთ და ამის შემდეგ აი კარგი ხარისხი მივიღეთ საბოლოო ჯამში.
კარგი. პირველი როგორც თქვით არის idle ანიმაცია, ხო? ეს animation player-ი უკვე მაქვს. აქედან შემიძლია გავხსნათ და აქ გადავდივარ ავტომატურად მაქვს. მოდი, დავაწყობთ ამ animations და შევქმნათ პირველი ანიმაცია, რომელიც უნდა იყოს idle ანიმაცია. idle ანიმაცია, როგორც ნახეთ, შედგებოდა 7 ფრეიმისაგან, ხო? მოდი აქ 1-ის მაგივრად 0.7 იყოს და თითოეული ანიმაცია მინდა რომ 0.1 წამი, უბრალოდ ფრეიმი მინდა რომ 0.1 წამი გრძელდებოდეს, ასე რომ 0.7 და 0.1 წამი იქნება. მოდი ამასაც მოვნიშნავ, რომ snapping-ი ჩართული იყოს. აი ამას დავაწვევით fit to panels და საბოლოო ჯამში აი ასეთი რაღაცა მივიღეთ, რომელზეც შემიძლია განვათავსოთ თითო ადგილზე თითო ფრეიმი და რაღაც გარკვეულ ანიმაციას მივიღებთ. კაი. რადგანაც ჩვენ აქ ბევრი გვაქვს ჩამონათვალში და რეალურად ეს ტექსტურები უნდა შევცვალოთ, მოდი დავიწყოთ აი ამის დაფიქსირებით პირველ რიგში. მოდი დავაფიქსიროთ ეს. მოდი დავაფიქსიროთ H frame-იც. მოდი თავი დავიზღვიოთ და V frame-იც დავაფიქსიროთ და მოდი უკვე გადავიდეთ ჩვენი character-ი. აი ეგრე ჩვენი character-ი. მოდი გადავიდეთ ახლა ფრეიმებზე და დავიწყოთ ფრეიმების დაფიქსირება. პირველი არის 0.1-ზე გადავიდა ავტომატურად, ესეც 1-ზე გადავიდა ავტომატურად. კიდე დავაწვევთ, კიდე ავტომატურად გადავიდა, შევავსოთ 0.6-მდე და აი საბოლოო ჯამში აი ასეთი ანიმაცია მივიღეთ. ეხლა თუ მინდა რომ ამან ლუპი გააკეთოს, მაშინ animation loop-ი უნდა ჩავრთო და საბოლოო ჯამში აი ასეთი პატარა ანიმაცია მივიღეთ. თუმცა ასევე მინდა რომ ეს idle ანიმაცია დასაწყისში ჩაერთოს, როგორც ავტომატურად ჩაერთოს და კოდით არ დამჭირდეს სამყოფრის გაკეთება. მოდი ამას დავასევებ, გადავალ ჩემს playground-ში და ამ ჩემ playground-ში მოდი დავამატებ აი ამას დავაწვევი და ამ ჩემ players დავამატებ. ჩამოვიტანოთ დაბლა და ჩავრთოთ მოდი ეს ჩვენი თამაში, select all-ს გავაკეთებ და აი საბოლოო ჯამში აი ამ ადგილზე არის ეს ჩვენი character-ი. მოდი, ცოტა ნორმალურად რო დავინახოთ ხოლმე ჩვენი character-ი, ბარიღამ აქედანვე გავაკეთოთ. მოდი, აქ დავამატოთ კამერა 2D, რომელსაც zoom-ი მაგალითად 3-ზე ექნება და ეხლა უკვე როდესაც ჩავრთავთ თამაშს, აი ასე გამოიყურება. მაგრამ მოდი, ცოტა ამ ჩემს კამერას აი თვალებთან ავწევ და მე მგონი ასე უფრო უკეთესი ვარიანტი იქნება. დიახ. კარგი ბატონო. მოდი, collision shape-საც მივცემ ამას. შემიძლია გავაკეთო ეს capsule shape-ი. ეს capsule shape-ი ცოტა ზემოთ ავიტანოთ. ცოტა შევამცირებს ამაში, აი ასე დაახლოებით და ეს სავსებით ნორმალური არის და ეს capsule shape-იც აქვს ავტომატურად. კარგი, მოდი გადავიდეთ ახლა უშუალოდ ანიმაციების გაკეთებაზე და მოძრაობა რომ შეეძლოს. მოდი გადავიდეთ player-ის script-ში, დავაწვევთ ამ ჩვენს plus icons, აქ empty იყოს ჯობია, player-ში არის ნამდვილად აი ამ ჩვენს folder-ი რომელიც შევქმნით მაგაშია და create დავაწვევთ. და აი საბოლოო ჯამში აი აგერ არის ჩვენი player GD. აი ასე გამოიყურება ეს ჩვენი script-ი. კარგი ბატონო. პირველ რიგში რაც მინდა გავაკეთო არის რაღაც გარკვეული ორი მთავარი ფუნქცია გვაქვს, ხო? ეს არის function ready ფუნქცია. ჯერჯერობით არაფერი არ მჭირდება ამაში რომ იყოს და მეორე არის function physics process ფუნქცია, რომელთაც ჯერჯერობით არაფერი არ მაქვს შეგრით. კარგი. ანიმაციებისთვის დამჭირდება მე აუცილებლად ეს animation player-ი, რომ ერთი იმიდან მეორეზე გადავიდე, ხო? მოდი, ესეც თავიდანვე გავაკეთოთ, შემიძლია წამოვიღოთ პირდაპირ და სანამ ხელს გავუშვებ, control-ს დავუწყებ. control-ს რო დავუწყები და აუშვებ ხელს, ეს შემთხვევით დამეჭირა, არაშვებ შემიძლია გამორთოთ. აი ასე გადმოიტანა. სახელი არის animation player-ი, ტიპი არის animation player-ი, რომელიც ასე იწერება. და ეს არის ადგილმდებარეობა თუ ჩემს ხეში რა კონკრეტულ ადგილზე არის. კარგი, მოდი გადავიდეთ physics process-ში პირველ რიგში. პირველ რიგში შეგვიძლია ამას მივანიჭოთ gravitაცია. gravitაციის მინიჭება როგორ არის? მოდი ეგეთ რაღაც გავაკეთოთ. ეგეთ რაღაც შევწეროთ. velocity, რაც ნიშნავს სიჩქარეს. სიჩქარე შეიძლება იყოს როგორც x ღერძის სიჩქარე, ასევე y ღერძის სიჩქარე. ამ შემთხვევაში ეს velocity-ს რო წერთ, არის ვექტორი, რომელიც ორივეს გამოსახავს, ხო? სიჩქარე მინდა რომ ყოველთვის გაიზარდოს, gravitatsiით ეგეთი ფუნქცია არსებობს get gravity. და ასევე, კარგი, ჯერჯერობით მოდი ეს იყოს. თუმცა ეხლა ეს არ იმუშავებს, მანამ სანამ აი ამას არ გავაკეთებთ.
movement slides არ გამოვიძახეთ. ეს არის ჩაშენებული ფუნქცია, რომელიც ავტომატურად რომელიც ამ velocity-სთან ერთად მუშაობს. აი თუ დავაკვირდებით, ეს velocity დეკლარირებული არ აქვს, მაგალითად როგორც ეს. ეს ავტომატურად კოდს გააჩნია, ისევე როგორც get-gravity, ისევე როგორც movement slide. ეს movement slide და velocity ერთად მუშაობს, თუ გვინდა რომ ეს movement slide კონკრეტულად განვიხილოთ რა არის, შეგიძლიათ აქ შეხვიდეთ და წაიკითხოთ დოკუმენტაცია, რაც, რეკომენდირებული არის საბოლოო ჯამში. კარგი, მოდით ჩავთვლით ეს ჩვენი თამაში და ვნახოთ რა მოხდება. და დაბლა ჩამოვარდა და დაეცა ამ კონკრეტულ ადგილზე. აი თუ გვინდა რომ ცოტა უკეთესად დავინახოთ, შეგვიძლია რომ აი მაღლა ავწიოთ მაგალითად და აი დაბლა თანდათანობით ვარდება. თუმცა, ეხლა აქ ერთი რაღაცა უნდა გავითვალისწინოთ. ხო, ეს get gravity რა შევა? ეს გრავიტაცია ყოველთვის შეგვიძლია შევცვალოთ ხოლმე. აი თუ შევალთ project setting-ებში და მოვძებნით გრავიტაციას მაგალითად. აი default gravity ავტომატურად გვაქვს 980 რაღაცა ფიქსელი. 9.8 როგორც არის ეს ფიზიკაში, ხო? მაგის მიხედვით არის აქაც გაკეთებული. შეგვიძლია ავწიოთ, დავიწიოთ, ეს ჩვენზე არის დამოკიდებული საბოლოო ჯამში. ეს ზოგადად რო იცოდეთ default gravity რა არის. მაგრამ ეხლა თუ დავაკვირდებით აი ამას, ეს პლუსი და უდრის პრობლემას წარმოადგენს ზოგადად. და აი დელტა გვაქვს მაგისთვის მოცემული. დელტა რა არის? ყოველთვის, როდესაც რაღაცა მნიშვნელობას ვცვლით, ეს შეცვლა დამოკიდებული არის იმაზე, ფრეიმებზე არის დამოკიდებული. ეს ფრეიმები, FPS-ი რო წარმოვიდგინოთ. FPS-ი ყველა კომპიუტერს სხვადასხვა აქვს, ხო, სიმძლავრის მიხედვით. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება, რომ ისეთი რაღაცა გავაკეთოთ, რაც ამ ცვლილებას გახდის არა FPS-ზე დამოკიდებულს, ანუ ფრეიმებზე დამოკიდებულს, არამედ დროზე დამოკიდებულს. და ეს დროზე დამოკიდებულობა შეუძლია გავხადოთ აი დელტას გამოყენებით, რომელიც არის რაღაცა არამთელი რიცხვი, რაც ყველა შემთხვევაში სხვადასხვაა და ეხლა უკვე ეს ჩვენის velocity დამოკიდებული აღარ არის და თუ დამოკიდებული აღარ არის ფრეიმებზე, დამოკიდებული არის დროზე. რაღაც დროის მონაკვეთში რაღაცა გარკვეული რიცხვით იცვლება ეს ჩვენი velocity და ეხლა თუ დავაკვირდებით, ეს უფრო ნელ-ნელა თანდათანობით უფრო ნელა ჩამოვარდა საბოლოო ჯამში და არა ძალიან სწრაფად როგორც აქამდე იყო. კარგი ბატონო, ეს გვაქვს. თუმცა ეს მხოლოდ და მხოლოდ თავი რო დავიწყოთ, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ მინდა გავაკეთო, როდესაც is on floor. როდესაც ეს ჩემი character-ი არ არის მიწაზე. ეს is on floor ხო ნიშნავს იმას, რომ მიწაზეა, ეს ძახილის ნიშანი როდესაც არის, ამის შეტრიალებულ ვარიანტს, ამის უარყოფას წარმოადგენს და როდესაც არ არის, ანუ higher-შია, მაგ შემთხვევაში მინდა რომ ეს ყველაფერი მოხდეს. კარგი ბატონო, ეხლა გადავიდეთ შემდეგ ნაწილზე. ჩვენ ვიცით როგორც tweet velocity არის როგორც x-ის მნიშვნელობისთვის, ასევე y-ის მნიშვნელობისთვის. y-ის მნიშვნელობისთვის ფაქტობრივად ეს გავაკეთეთ, ხო? მეორე შემთხვევა, როდესაც მინდა ეს გავაკეთო, არის x-ის მნიშვნელობა, ხო? ეხლა შემიძლია ეს ორნაირად გავაკეთო. მაგალითად, ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ რაღაცა input-ების დაჭერის დროს, რაღაცა ღილაკების დაჭერის დროს. მოდი project-ებში შევიდეთ, project setting-ში, გადავიდეთ input map-ზე და აქ action-ები დავამატოთ. ეს action-ები იქნება საბოლოო ჯამში რაღაცა დაფიქსირება კონკრეტული კლავიატურის მაუსებისა. მაგალითად, გქონდეს move left-ი, გქონდეს move right-ი, ასევე გქონდეს jump-ი. ესე იგი, move left-ი მე მინდა რომ იყოს მაგალითად აღილაკით ან ეს მარცხენა ისრისთ, ხო? მოდი ამ პლუს დავაწვეთ და ეხლა უბრალოდ ღილაკს დავაწვევი კლავიატურაზე მაგალითად აღილაკს. A-ს დავაწექი და ნახე ავტომატურად დააფიქსირა A physical key code. და შემიძლია OK-ს დავაწვე და აი ამ აქვს უკვე. მოდი კიდევ ერთხელ გავაკეთოთ და მოკლედ ის მაუსის უბრალოდ arrow key რომელიც არის მარცხენა მხარე, აი მაგას დავაწვევი და საბოლოო ჯამში ეს left-ი დააფიქსირა. მოდი იგივეს გავაკეთებ აქ. D იქნება და ასევე მარჯვენა arrow key იქნება, jump იქნება, მოდი space-ით. ან თუ მინდა W-ით იყოს და ასევე იყოს ზემოთ აღტომით. ესეც შეგვიძლია გავაკეთოთ. ეხლა აქ ეგეთი რაღაცის დაფიქსირება მჭირდება, რომ ეგეთი რაღაცა გავაკეთოთ. შემიძლია აქ ორნაირად გავაკეთოთ, მოდი ორივე ნაწილი განვიხილოთ. მოდი დავიწყოთ if input
დიდი კაპიტალიზაციას ყურადღება მიაქციეთ, ეს დიდი ითი არის. Is action pressed, მოდი pressed იყოს მარტო, მაგალითად move left იყოს. ორი წერტილი დავუსვათ აქ და მოდი აქ რა ჩავწეროთ. შემიძლია რომ ამის velocity წერტილი x-ი მაგალითად ტოლი იყოს 200-ის. თუმცა მარცხნივ რო წამოვიდეს -200-ის ტოლი უნდა იყოს, ხო? მოდი შევამოწმოთ, აბა. ჩამოვარ და დავაჭირეთ იმ რილაქს და მართლა გვერდზე მოდის. მოდი ახლა ეგრე გავაკეთოთ. მეორე რაც უნდა გავაკეთოთ არის if input is action just pressed, უბრალოდ pressed იყოს. ეს იყოს move right. ამ შემთხვევაში მინდა რომ ეს velocity x-ი ტოლი იყოს 200-ის. და ამ შემთხვევაში გავაკეთოთ. მარჯვნივ წავიდა და უსასრულოდ მიდის, მარცხნივ წამოვიდა და უსასრულოდ მიდის საბოლოო ჯამში. ხო, ერთი ვარიანტი არის ეს, მოდი ახლა რადგანაც ხშირად ვიყენებთ ამ ორასებს, ზემოთ უბრალოდ სხლადი შევქმნათ, რომელიც იქნება speed. Speed იყოს მოდი float-ი, რომელიც იქნება 200-ის ტოლი. და ახლა ამის და ამის მაგივრად შემიძლია ეს ყველაფერი გამოვიყენოთ. ახლა ერთი პრობლემა გვაქვს. ეს პრობლემა არის ის, რომ როდესაც ამას შევართავთ, ან ერთი მიმართულებით მიდის, ან მეორე მიმართულებით მიდის. ეს როგორ უნდა მოვაგვაროთ? ამისათვის შეგვიძლია შემოვიღოთ ეგეთი ლოგიკა აქ. შეგვიძლია რომ აქ else შემოვიღოთ, რომლის დროსაც velocity x-ი, ანუ თუ ან ამას არ ვაწვევით, ან ამას არ ვაწვევით, ამისათვის მჭირდება რომ move toward ფუნქცია არსებობს, რომელიც რაღაცას ამ შემთხვევაში velocity.x ნახეთ from velocity x ხო რაღაცად შეიცვალა. ეგ velocity x-ი მინდა რომ 0-მდე ჩამოვიდეს რაღაც გარკვეული value-ით. მაგალითად speed-ით. ახლა აქ if-ის მაგივრად elif-ი მჭირდება, რომ ეს სამივე ერთად ფუნქციონირებდეს. თუ ამას შევამოწმებ მე, დავინახავ რომ წინაც მიდის, უკანაც მიდის. თუმცა ეს საკმაოდ, ბევრი არის. ძალიან ბევრი არ არის საბოლოო ჯამში, მაგრამ ამის ბევრად უკეთესი ვარიანტი შეგვიძლია შემოვიღოთ. მეორე ვარიანტი ამისთვის, მოდი ახლა ამას დავაკომენტარებ მთლიანად. მეორე ვარიანტი ამისათვის არის ასეთი. მოდი შემოვიღებ აქ ცვლადს, რომელიც იქნება აი ასეთი. var direction x უდრის input get axis და ამ get axis მოდი ჯერ დავწერ და მე გაჩვენებთ რას აკეთებს ეს. ნახეთ, პირველად ნეგატიური action-ი მჭირდება. ნეგატიური action-ი იქნება move left-ი, რადგანაც მარცხნივ წამოსვლა არის ნეგატიური, ხო? აი ამაზე თუ დავაკვირდებით, ეს რო აქეთ წამოვიდეს, ნეგატიურად იცვლება. ნახეთ, აი აქ თაბლა თუ დავაკვირდებით, აი ამ ნაწილზე რაღაც რო გამოდის. აი თანდათანობით უკან მოდის, ხო? მაგრამ წინ რომ იმოქვს, ანუ მარჯვენა მხარეს რომ იმოქვს, მე იზრდება. move left-ი, შემდეგ move right-ი დამჭირდება და მოდი ახლა შევამოწმოთ ეს direction x-ი რას აკეთებს. მოდი ამ direction x ამ მოვაპრინტერებ. მოდი ჩავერთოთ თამაში და ვნახოთ, აბა. ნახეთ, თავიდან მაქვს 0, მე რაღაცას რო დავაწვევი, ნახეთ, მარჯვენა მხარეს რო დავაწექი, 1-ის ტოლი არის. მარცხენა მხარეს რო დავაწექი, -1-ის ტოლი არის. ანუ ამით რაღაცა გარკვეული direction-ი მაქვს. direction-ი ანუ რაღაც გარკვეული მიმართულება მაქვს, რომლის გამოყენებაც შემიძლია. მოდი ამ print statements ახლა წავშლი და აქეთ რაღაცას გავაკეთებ. რომ velocity.x უდრის direction x-ის ნამრავლი speed-ზე. ახლა ნახეთ, თუ მე velocity-ის შეცვლა მჭირდება, ხო? თუ 0-ის ტოლი იქნება, 0-ზე გამრავლდება და ერთ ადგილზე იქნება, თუ მარჯვენა ღილაკს დავაწვევი და 1-ის ტოლი იქნება, 200 გახდება, თუ მარცხენა მხარეს წავალ, -1-ის ტოლი იქნება და -200 გახდება. და შესაბამისად, აი ესე ძალიან მარტივად იმუშავებს ეს. და აი დამატებით აი ამის დაწერა და ცალკე if statement-ების დაწერა არანაირად არ დამჭირდება და ეს ბევრად უფრო სწრაფიც არის წინასთან შედარებით. შევძლებთ ეს არის ჩვენი ფუნქცია. მოდი ახლა უკვე გადავიდეს ანიმაციების ნაწილზე.
ანიმაციების ნაწილზე რა ხდება? ესეც აქ შემიძლია გავაკეთო if statement-ებით. მოდი ეგეთ რაღაც გავაკეთოთ. If there is direction, if we have direction, 0-ის ტოლი არ არის direction-ი და რაღაცაზე მაქვს დაჭერილი, ხო? ან move left-ზე, ან move right-ზე. მაგ შემთხვევაში მე მჭირდება, რომ ეს animation player-ში გამოვიძახოთ play ფუნქცია და გქონდეს მოიცადეთ. run-ის ანიმაცია არ გამიკეთებია? run-ის ანიმაცია არ გამიკეთებია. idle-ის ანიმაცია მუშაობს, კი. მოდი run-ის ანიმაციაც გავაკეთოთ. მოდი ამას დავარქვათ run animation. თუ გადავალთ run-ის ანიმაციაზე, მოდი ეგეთი რაღაც გავაკეთოთ. მე მჭირდება, რომ ეს წავშალოთ. გადავიდეთ აქ. ჩავაგდოთ ეს run-ის ანიმაცია. მოდი ამ 7-ს წავშლი და დავთვლი რამდენია. 2, 4, 6, 8 ცალია. 8 ცალი იყოს და ამასაც შევხედავ ასე. აქ იყოს 0.8. მოდი დავაფიქსიროთ ესეც და დავიწყოთ ფრეიმების გაკეთება. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7. შევხედოთ და ყველა გვაქვს და საბოლოო ჯამში აი ასეთი run-ის ანიმაცია მივიღეთ და მოდი ლუპად ჩავართო და აი ეს არის. მოდი ახლა გავაკეთოთ jump-ის ანიმაციაც. მოდი მოხსნი აი ამას. ჩამოვიდან და jump-ის ანიმაციას გავაკეთებ. jump-ის ანიმაცია 5 ფრეიმისაგან შედგება. 54 არა, 5 ფრეიმისაგან შედგება. მოდი ჩავართო ამასაც. მოდი ეს იყოს 0.5. შემიძლია ეს გავაკეთო და ფრეიმები 10-დაოდ დავაფიქსირო. და ეგეთი რაღაც ანიმაცია მივიღე. ლუპს არ ვაკეთებ, იმიტომ რომ jump-ის ანიმაციაზე ეგრე არ მჭირდება, ხო? დავასევებ ამ ყველაფერს და გადავალ ისევ ჩვენს script-ში და ახლა უკვე if direction-ი რომ აქვს, მაგ შემთხვევაში შემიძლია ჩავართო run-ის ანიმაცია. სხვა შემთხვევაში მინდა იყოს ეს idle-ის ანიმაცია. ხო, if direction-ი უნდა იყოს აი ეს. რა თქმა უნდა, ხო? ამას ვამოწმებთ, ამის მნიშვნელობას ვამოწმებთ. თუ 0-ის ტოლი არ არის, დაჭერილი მაქვს რაღაცა და მაგ შემთხვევაში მინდა რომ ეს ანიმაცია იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მინდა რომ აი ეს ანიმაცია იყოს. მოდი ჩავრთავ ახლა, თავიდან idle-ის ანიმაცია ჩვეულებრივად, როგორც კი ჩავრთავ, არის ეს ანიმაცია და ჩერდება ერთ ადგილზე. მაგრამ უკან რომ მოდივარ, ხო, ეს ანიმაცია რაღაცნაირად არ მუშაობს. ახლა ეგ ყველაფერი როგორ შეგვიძლია გავაკეთოთ? თუ ჩვენ 2D სცენაზე გადავალთ ამ sprites და შევხედავთ, აი აქ გვაქვს offset-ი. Offset-ში გვაქვს flip edge და თუ დავუკვირდებით, ამის შეტრიალება შეგვიძლია და აი ეს შეგვიძლია გამოვიყენოთ ზუსტად აი მაგ ლოგიკისთვის. ჩვენ სადაც direction-ი გვაქვს, აქ შეგვიძლია კიდევ ერთი if statement-ი დავამატოთ, სადაც ეგეთ რაღაცას ჩავწერთ. If direction x-ი მეტია 0-ზე, მაგ შემთხვევაში მინდა მოდი ეს sprites აქ წამოვიღოთ, აი აქ ჩავაგდოთ, control-ს დავაწვევთ. მოდი სახელს შევძვლი და მხოლოდ sprites დავაწერ აქ. უფრო გაგვიმარტივდეს. Sprite წერტილი flip edge უდრის false. False ნიშნავს გამორთვა არის, ხო? მარჯვნივ როდესაც მიდის, გამორთული იყოს, ანტიკი ქონდეს გაკეთებული, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ეს direction x-ი ნაკლები იქნება 0-ზე, აქ მინდა რომ ეს sprite this flip edge იყოს true. მოდი შევამოწმოთ. წინ მიდის შეულებრივად, უკანაც მიდის, შერდება, ყველაფერი ძალიან კარგად მუშაობს. კარგი ბატონო. ეხლა ძალიან ბევრი რაღაცა რო არ ჩავწეროთ აქ, მოდი ამ ჩვენი ანიმაციისთვის ცალკე ფუნქცია გავაკეთოთ. მოდი ეს იყოს function handle animation. Handle animation და არგუმენტად გქონდეს მოდი direction. ან თუ გინდათ მოდი directions დავაწერ, რომ ვიცოდეთ, რომ აქ ნებისმიერი რაღაცი ჩაწერა შეგვიძლია. მოდი წამოვიღებ ამას მთლიანად. Control და X-ით ამოვჭრი, ჩავამატებ აქ. და რაღაცას მიცითლებს. Direction X-ი არ არსებობს. ასე რომ ამ ჩვენი რაღაცების მაგივრად უნდა იყოს აი ეს. ეხლა ჩვენ გვჭირდება რომ ეს handle animation-ი გამოვიძახოთ, მაგალითად შეგვიძლია ამ ჩავწეროთ, ამას შევამცირებ და აქ direction-ის მაგივრად უნდა იყოს direction X-ი. აქ ეგეთი რაღაცა გავაკეთე, რომ აქ handle animation-ში მივეცი არგუმენტი.
ეს არგუმენტი ყველა ჯერზე, როდესაც გამოვიძახებთ ამ handle ანიმაციას, სხვადასხვა შეიძლება იყოს. ამ შემთხვევაში ეს direction-ი გახდა ეს, ანუ აქ როდესაც გამოვიძახეთ და აქ რასაც ჩავწერთ, აი ამათ ადგილზე ეგენი ჩანაცვლდება. ანუ ამის მნიშვნელობა ჩანაცვლდა. აი სხვაგან რო გამოგვეძახებინა და ეს direction-ი სხვა რაღაცა ყოფილიყო, აი ამას ჩანაცვლებდა ავტომატურად. აქ შეგვიძლია აბსოლუტურად ნებისმიერი რაღაცა იყოს. მაგალითად, მიმართულება შეგვიძლია გავაკეთოთ. ამათ მაგივრად შეგვიძლია ესენი ჩავწეროთ, პრობლემა არ არის და აქაც რო გამოვიძახებთ აბსოლუტურად ერთი და იგივე იქნება. ნუ თუმცა ამ შემთხვევაში direction-ს დავტოვებ და აი თუ შევხედავთ ნამდვილად ყველაფერი ისევ ისეა, როგორც აქამდე გქონდა. კარგი ბატონო, გადავიდეთ ახლა შემდეგ ნაწილზე, რომელიც არის ახტომა. ახტომაც, ნუ საკმაოდ მარტივად შეგვიძლია გავაკეთოთ. ახტომისთვის აი ამ ნაწილში ეგეთი რაღაცა შეგვიძლია ჩავამატოთ. მოდი, კიდევ ერთი if statement-ი შემოვიღოთ აქვს. აქ ჩავწეროთ ეგეთი რაღაცა. if not is on the floor, ანუ როდესაც მიწაზე არ არის, აი ესეც შეგიძლიათ გამოიყენოთ და ესეც შეგიძლიათ გამოიყენოთ, ეგ პრობლემა არ არის. მაგ შემთხვევაში მე მჭირდება, რომ animation player.play ეს იყოს jump ანიმაცია. ეხლა დანარჩენები რო გავაერთიანოთ, აქ გვჭირდება elif-ი და აქ შეუძლებლად შეგვიძლია დავატოვოთ და მოდი ამ შევამოწმოთ. ზემოთ თუ ახვტებით. ხო, აქ კი შევცვალეთ, მაგრამ ოდესღაც ხომ უნდა შეიცვალოს საბოლოო ჯამში. ასე რომ ჩვენ გვჭირდება, რომ აი ზემოთ სადმე ნებისმიერ ადგილზე რეალურად შეგვიძლია რომ ჩავწეროთ ეგეთი რაღაცა. if input is action just pressed jump და ასევე, რა თქმა უნდა, მიწაზე უნდა იყოს, ხო? is on floor. სხვა შემთხვევაში ჰაერში იქნებოდა რაღაც double jump-ით გამოგვივა. Double jump-ი არ იქნება სინამდვილეში, ამდენჯერაც დავაწვევით, იმდენჯერ გაკეთდება. velocity.y უდრის მინუს მაგალითად, რა ვიცი, 300. მოდი აბა შევამოწმოთ. ავხდით, ეს ანიმაციაც იყო საბოლოო ჯამში. ეგეთ რაღაცას აკეთებს საბოლოო ჯამში. შეგვიძლია ცალკე აქ ამ 300-ის მაგალითად ზოგადად ასე ძალიან ცუდი არის რომ გავაკეთოთ, ასე რომ მოდი აქაც შევქმნათ jump velocity. რომელიც არის float-ი ესეც, მოდი იყოს -300 იყოს, რადგანაც უარყოფითი უნდა იყოს, ხო ეს value. და საბოლოო ჯამში აი ასეთი რაღაცა მივიღეთ. ყველა ჯერზე და აი ნახეთ დაბლა რო ჩავარდება, ის ანიმაციაც ირთვება ყველა ჯერზე. აი ასეთი პატარა მცირე კოდით შეგვიძლია რომ შევქმნათ ეს ანიმაცია. იმედი მაქვს მოგეწონათ. შემდეგ ნაწილიც იქნება, სადაც უკვე დანარჩენ ანიმაციებსაც გავაკეთებ, თუმცა ესენი შედარებით კომპლექსური არის, ასე რომ ჯერჯერობით ეს იყოს და ამაზე ვიმუშაოთ.